ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს ფონდი კურაციო. ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 30%-ს ფსიქიკური აშლილობის ერთი კრიტერიუმი მაინც ახასიათებთ. 20%-ს დეპრესია, დანარჩენს კი შესაძლებლობების შეზღუდვა და შფოთვითი აშლილობა აღენიშნებათ. კვლევაში მონაწილეობა 3000-მა ადამიანმა მიიღო. ეს ერთ-ერთი უნიკალური კვლევა არის, რომელიც ჩატარდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კონკრეტულად ავირჩიეთ დევნილი მოსახლეობა, როგორც ლინზა, რათა დაგვენახა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მოსახლეობაში, ასევე დაგვენახა ხელმისაწვდომობა მომსახურებასთან და გაგვარკვია ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ და რომლის გამოსწორებაც აუცილებელია ვახორციელებთ რა ჯანდაცვის რეფორმებს და რეალურად ვითვალისწინებთ რა მოსახლეობის საჭიროებას. შედეგები ცხადი აისახება რეკომენდაციების სახით გათვალისწინებული იქნება პროფესიულ წრეებში გაზიარებული იქნება და ანალიზის შემდგომ სტადია შესაძლებელია მისი ამ დასკვნების რეალიზება სახელმწიფო პროგრამების განხორციელების დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გაუმჯობესების და ხელისუფლების მიზნით.